ვინარის ახალგაზრდა ქალი, რომელიც გორში მილიონიან ინვესტიციას გეგმავს. 18 წლის ქეთევან ღვინიაშვილის გეგმა ქალაქში ახლა მთავარი განხილვის თემაა. ღვინიაშვილი ჭალის დასახლებაში 99 წლით მიწას ითხოვს და მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობას აანონსებს. ახალგაზრდა მილიონერის სურვილი საკრებულოს ქონების მართვის კომისიამ უკვე განიხილა და უახლოეს ხდომაზე დეპუტატების მხარდაჭერას ელოდება. ნიკა კაბლიშვილი და მედია ილურიძე დეტალებით. გორში მცხოვრები 18 წლის ქეთევან ღვინიაშვილი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას ჭალის დასახლებაში მდებარე ამ მიწის ნაკვეთზე გეგმავს. ახალგაზრდა ბიზნესმენმა საკუთარი გეგმის განსახორციელებლად გორის მერიას უკვე მიმართა და 5250 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის სარგებლობაში გადაცემა 99 წლით პირდაპირი წესით მოითხოვა. ვაპირებ სასტუმროს აღშენებას ჭალის დასახლებაში. Ერთდროულად ველოდები მიწას, რომელსაც გადმომცემენ სავარაუდოდ პირდაპირი გადაცემის წესით. გასაგებია, რომ 18 წლის ადამიანს ვერანაირ ვერ მექნება დაგროვილი 1 მილიონი ლარი და მაღალი კლასის სასტუმროს 1 მილიონი ლარი არ ეყოფა და მაქვს რაღაცა გეგმები, საიდან შეიძლება ვიშოვეს საწყისი კაპიტალი და აუცილებლად გონია რომ გამომივა ყველაფერი. და ჯერჯერობით კონკრეტული გეგმები არ მაქვს, მაგრამ სორახაში რაღაც გეგმა მექნება და გავყოლი იმას. ქეთევან ღვინიაშვილის გეგმის განხილვა დღეს საკრებულოს ქონების მართვის კომისიაზე მოხდა. კომისიის წევრებმა საკითხს დადებითი შეფასება მისცეს და ბიუროს უახლოეს ხდომაზე გასატანადაც მოამზადეს. ჩადებული ამ პროექტში მილიონი, ინვესტორი დებს მილიონს, ამიტომაც 600 ლარი თვეში სახდელი არ იქნება ეხლა სახუმაროთან ხარ რომ არ იყოს ეს სერიოზული განცხადება. ჩვენი შესაბამისად არქიტექტურის სამსახური დაინტერესდება ამ პროექტით, იმიტომ რომ შეუსაბამო პროექტი სპორტის ესე კომპლექსთან არ შეიძლება რომ იყოს. არის პოტენციური ესე იგი ინვესტორი, რომელიც წლების განმავლობაში განახორციელებს მთლიანი ინფრასტრუქტურული, ასე ვთქვათ, ანსამბლის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავადია ქალაქისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება. ქეთევან ღვინიაშვილის გეგმისთვის ქონების მართვის კომისიის წევრებისაგან დადებითი შეფასების მიცემა გაუგებარია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ამ მიმართულებით გამოცდილება არ აქვს, ვერ ენდობიან. მათი ნაწილი მერის შესაძლო ინტერესებზეც საუბრობს და დასძეს, რომ ღვინიაშვილის დედა მერიის თანამშრომელია. აუცილებლად არის გადასამოწმებელი და საყურადღებო, რამდენად სანდოა ეს კომპანია იმისათვის, რომ განახორციელოს მილიონიანი ინვესტიცია, უფრო ნაკლები წლით თუ გავცემთ იჯარას. ფიქრობ, რომ უფრო სანდო იქნება შედეგის მიღება, ვინაიდან შემდეგ შესაძლებელია, რომ გაგრძელდეს ხელშეკრულება, მაგრამ უნდა დავინახოთ, რომ ნამდვილად დაიწყო მშენებლობა. თუ ვინმე რამეს ააშენებს და ეს ჩაჯდება ქალაქის იერსახეში, მე ნამდვილად არ მაქვს არაფერი საწინააღმდეგო. ხოლო თუ ვინ დგას 18 წლის მოქალაქის უკან ფინანსურად, ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ქართული ოცნების ადგილობრივ ორგანიზაციაში. მიშა გოგინაშვილი თვლის, რომ ახალი ინვესტიციები ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ყველა ინვესტიცია ქალაქისთვის კარგია, რა თქმა უნდა. ჩვენი ხელისუფლება მობილიზებულია მთლიანად იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩაიდოს მარტო გორში არა, საქართველოში. რა თქმა უნდა, თუ კანონიერი იქნება და სწორი ფორმა იქნება, რა თქმა უნდა, მხარის გუბერნატორი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შეთანხმებით ეძებს, სანთლით ეძებს ესეთ პროექტებს და აუცილებლად მხარს დაუჭერს დარწმუნებული ვარ. საკრებულოს ღვინიაშვილის მოთხოვნის დაკმაყოფილება მიწის ფართობის გადაცემის შესახებ მერიამ სთხოვა. ამის მიუხედავად უწყების პირველი პირი საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად ჯირკველიშვილმა დიასთან საუბარი არ ისურვა და კომენტარის გაკეთების უფლება ამ თემაზე უწყების არც სხვა თანამშრომლებს არ მისცა. შესაბამისად პასუხგაუცემელია ოპოზიციის ეჭვი ჯირკველიშვილის ბიზნეს ინტერესების შესახებ. ახალგაზრდა ქალის გეგმის განხორციელება კი ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. საკითხზე უახლოეს ბიუროს ხდომაზე იმსჯელებენ.